მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი არენას მორიგი რიგით მეოთხე ეპიზოდით. ჩვენი დღევანდელი სტუმარი წინასწარმეტყველისგან განსხვავებით გოლების გატანით არა. მთელი კარიერის მანძილზე პირიქით გოლების გატანაში ხელი შეშლით იყო დაკავებული. როგორ გამოდიოდა, ამას თვითონ მოგიყვება, მაგრამ მე ძალიან პატარა ფაქტს ვიტყვი. სამჯერ ითამაშა ლიონელ მესის წინააღმდეგ, არც ერთი შეხვედრა მის გუნდს არ წაუგია და არგენტინელ ჯადოქარს იმ შეხვედრაში არც ერთხელ არ გაუტანია. მაშასე ჩვენი დღევანდელი სტუმარია ლაშა სალუქვაძე. ლაშა, დიდი მადლობა მოსვლისთვის და ვფიქრობ ამ და სხვა კიდევ ძალიან ბევრ თემაზე მოგვიწევს დღეს საუბარი. როგორი იყო კარიერის დასაწყისი, როგორი იყო იმ ლეგენდებთან ურთიერთობა, რომელთანაც თამაში საკლუბო და სანაკრებო დონეზეც მოგიწია და ჩვენი დღევანდელი რეალობა ქართული ფეხბურთი, რაც ალბათ ძალიან საინტერესოა. მაშასე დავიწყოთ რაღაცა ძალიან ბანალური კითხვით. რა არის შენთვის ფეხბურთი? პირველ რიგში მოგესალმებით ვისარგებლებს სრულიად საქართველოს მიუღლოდ სამშობა ახალ წელს ჩვენ ოჯახებს ბედნიერებას, მშვიდობას და ყველაფერს კარგს. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. გავიზარდე გურიაში. არ მქონდა ის შესაძლებლობა რაღაცა აკადემიაში, მეულო რაღაცა საფეხბურთო სკოლაში. ესე როგორც ყველა ბავშვი ფეხბურთი, რა ვიცი, ჩემთვის საყვარელი სპორტი იყო. დავდიოდი ჭიდაობაზეც, რაღაცა კალათბურთზეც, მაგრამ შევჯერდი იმაზე, რომ ფეხბურთი იყო ჩემთვის ყველაზე მთავარი და სახში ვთქვი, რომ 15 წლის ვიყავი, როგორც მახსოვს 14 წლის, უნდა წავიდე მეთქი თბილისში და ფეხბურთი უნდა ვითამაშო მეთქი, იქ როგორც სახში ოჯახის წევრებმა სადმედი ხარ შვილო. ისეთი დრო იყო ყაჩაღობა, ქურდობა. მე ავდექი წამოვედი მამი და ჩემთან. მამა ჩემიც მაგაცი დამხვდა. რაღაც გუნდებში დავყავდი. ბოლო იყო ლოკომოტივი. თბილისის ლოკომოტივი, მესამე გუნდში მივედით და დაიწყო მაქედან. საკმაოდ რთული იყო, ამიტომ დავიწყე ამაზე საუბარი, რადგანაც ეხა რეგიონიდან წამოსული ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს გზა ადვილი არასდროს არ არის და ძალიან კიდევ უფრო მეტი შრომა არის საჭირო, ვიდრე როგორც თქვი, აკადემიაში აქ ყველაფერი რაღაც არ მოწესრიგებული და კარგად არის. კაი, ჩამოხვედი თბილისში და ძალიან ძნელია დამკვიდრდება, რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში და ყველა გარბის შეტევაში ყველას უნდა გოლის გატანა. რატო დაცვა? რა ვიცი, სხვათა შორის თავიდან ერთი თამაში მერცხალში მაქვს ნათამაშები, თავდასხმაში ვითამაშე ოზურგეთის მერცხალში. რავი, ესე მოხდა რა, რომ რაღაცას ჩემი სისწრაფით, რაღაცა ჩემი ფიზიკური მონაცემებით, ძნელმა ესე მითხრა, რომ უკან სინჯოთო, აბა ვითამაშოთო და იმის მერე ვითამაშე და კონკრეტულად ახლა რომელ პოზიციაზე მარჯვენა მცველი ყავი კარიერის ძირითადი ნაწილი, ითამაშე ცენტრალური მცველი, რომელი უფრო კომფორტული იყო შენთვის? ჩემთვის უფრო ცენტრალური მცველი უფრო კომფორტული იყო, იმიტომ რომ ახლა მაინც მე ვფიქრობ მარჯვენა მცველი ცოტა ისეთი უნდა იყოს, ტანი თუ ცოტა ალბათ დაბალი, უფრო მეტი მოძრაობა შეტევაში და მე უფრო მოქნილი ხარტი ალბათ. რა თქმა უნდა, ახლა სისწრაფე კი მქონდა, მაგრამ მაინც სხვანაირი, მე ვფიქრობ სხვანაირი ის უნდა მარჯვენა რა. როგორც არის ახლა მაგალითად, რავი, ბევრი, დანი ალვეში, რავი, ბევრი მარჯვენა მცველი. ჩემთვის ეტალონერი კაფუ მაინც, რა ვიცი. კაფუ, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ახლა ვითამაშეთ იგივენაირ ფორმაშია. მართლა რა ვიცი, საოცარი ფეხბურთელი. პირველი ნაბიჯები, ლოკომოტივი, არ იყო ცუდ ადგილზე ნამდვილად არ მოხვდი. ტრადიციულად კარგი სკოლა, კარგი აკადემია ეხლა, კარგი გუნდი იყო მაშინ და ეს პირველი ნაბიჯები რამდენად რთული იყო? რა თქმა უნდა, რთული იყო. მახსოვს ლოკომოტივში სამშიც არ მიწევდა თამაში. ჩემ მერე მონდომებით როგორც ახლა ყველას უნდა თამაში უკვე ჩემი მონდომებით, ჩემი ვარჯიშით დავიმკვიდრე მე ადგილი, მე მახსოვს მე გივინოდია მოვიდა. სხვათა შორის ტრავმა მქონდა მე და არ ვთამაშობდი. და მითხრა რომ რამოდენ ჩვენ 16 თუ 17 წელს ვიყავ, აღარ მახსოვს ზუსტად. არც ველოდებოდი რა, რომ ახლა მეორე გუნდში ვიყავი, დიდებში ვარჯიშობდი და სხვათა შორის ძალიან დიდი კონკურენცია იყო ადრე. არ ვიცი, ახლა ადრე ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო საქართველოშიც რა, ეს კონკურენცია ძალიან ბევრი იყო, მცველები, თავდასხმელები ძალიან ბევრი იყო. იცით რომ ის საბჭოთა კავშირის პერიოდი უკვე ფეხბურთელები გაფანტული და ყველა უკვე მოდი საქართველოს დაბრუნდა და ძალიან დიდი კონკურენცია იყო. და მოდია მითხრა რომ უნდა ითამაშო ერთ კვირაშიო და
და მე თან ფეხი არ მქონდა მორჩენილი. და რაღაცა დიდი мотиваცია მომცა ამან რა. საოცარი პიროვნება იყო, მოდია, მენდო და იმის მერე დავიწყე რა. იყო ზოძუაშვილთანაც მომიწია ერთი თამაში თბილისთან, თასზე მახსოვს. კაც ისეთ ფეხბურთელები თამაშობდნენ, რომ ძნელი იყო მოხვედრა რა. სნოდიამ უკვე ისეთ мотиваცია მომცა, რომ დავიწყე მაგის მერე თამაში. და შემდეგი ნაბიჯი იყო ალბათ იმ პერიოდში, ყოველ შემთხვევაში ჩემ პერიოდში, თქვენ პერიოდშიც დინამო თბილისი, გუნდი რომ სადაც მოხვედრა ყოველას ოცნება იყო და შენ ეს ოცნება აგისრულდა. კი, რა თქმა უნდა, დინამო თბილისი ყველა ბავშვისთვის მართლა საოცნებო გუნდი იყო და გაიხლაც ესე რჩება ალბათ რა. მე მქონდა რაღაც ვარიანტები მანამდე, რაღაც აინტრახტში ვიყავი, იქ ვერ დავჭი, ახანძამე ყონაცხადაძე. რაღაცები მქონდა, მივდიოდი. ნაკრების ფეხბურთელი მაშინ არ ვიყავი და ძნელი იყო ესე მაინც. გუნდში სადღაც მოხვედრა. მახსოვს თბილისი იყო, თემურ უგულავას გუნდი იყო, არის ესეთი კონკურენტიანი გუნდი იყო, კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ, კარგი გუნდი იყო და მქონდა იმის ვარიანტი, რომ დინამოში უნდა მეთამაშა. მამუკა იყო ჩემი ძალიან შინაური არის და მამუკა მეხმარებოდა რა, ესე რომ ვთქვა, ჯუღელი. შემომთავაზა თბილისი იყო, ეგრეთ წოდებული პადიომი ერქვა მაშინ. ესე წინასწარ ფულს უხდიდნენ, ვინც არის ეს იყო პადიომი. მახსოვს რომ ჩემ მამაჩემს რაღაცა ბიზნესში რაღაცა ვერ გამოვიდა. ბინა ქონდა რაღაცა დაკირავებული თუ რაღაცა. მაშინ იყო რაღაცა 30,000 შემოგკითხა რომ მამუკამ რომ არის ესეთი ვარიანტი დინამო თბილისი არის. თბილისი 30,000 პადიომს აიღებ, პადიომს ზეძახდნენ. და რომელიც თქვენ შენ თვითონ აირჩიე და მე რა თქმა უნდა ეხა დინამო ავირჩიე. ეხა მეთქი ბაზა არის, საოცარი ბაზა დინამო თბილისია. მოემზადები ეხა მაგ ფულს ეხა. სწორი ნაბიჯი იყო როგორც. ხო, ჩემთვის ეხა დინამო თბილისი, რა თქმა უნდა დინამო თბილისს ავირჩევდი, იმიტომ რომ ყველასთვის საოცრებო გუნდი იყო და გეგუჩა იყო გეგუჩაძე მსმელი. ეს ის სეზონია, როდესაც ბოლოჯერ ითამაშა ქართულმა გუნდმა ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე. ხო, სხვათა შორის 3 თვე ვიყავი დინამო თბილისში, მოვხდით UEFA ჯგუფში. საოცარი პერიოდი იყო მახსოვს. თბილისი გველოცავდა, ხსოვს. ხო, ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი იყო ძალიან რთული გასავლელი და შემდეგ უკვე ჯგუფში ცოტა უცნაური ჯგუფი იყო, არ იყო შინ და გარეთ, იყო ორი თამაში შინ, ორი თამაში გარეთ და ესე ცოტა ნიუკასლთან მოგიწიათ, მაინც და მაინც ეხა ყველა ელოდა ალბათ იმ ნიუკასლის ჩამოსვლას და თან ახალგაზრდებისათვის სენ ჯეიმს პარკზე თამაში ასე არ იყო, შირერი თამაშობდა. კლუივერტი იყო იმ სეზონში და ხო, მანამდე ჯგუფში დინამოს მართლა ისეთი გუნდები შეხვდა ვისლა, სლავია, ხო და ბატე, რომელიც მაგარი გუნდები იყვნენ ძალიან ის ვისლას ისეთ ფეხბურთელები ყავდა მახსოვს, ნაკრების ფეხბურთელები. ლაშკოვსკი იყო თუ არ ვწდები მაშინ. ხო, სულ სახელები აღარ მახსოვს. ძალიან ისეთი გუნდი იყო, ლიგაზე უნდათ მოხვედრა და შევძელით, რა ვიცი, პირველი თამაში იყო ბატესთან 2 თონს ვაგებდით მახსოვს, ფოთაშორის 3-2 მოვიგეთ. მერე ვისლა, გავედით რა და იქ ახლა რაც იყო უკვე ნიუკასლი ახლა ნიუკასლთან. ხო, რამდენად იყო მნიშვნელოვანი იმ პერიოდში დაბრუნდა, გია დაბრუნდა ნემსაძე დინამოში, აი ეს ახალგაზრდა ნიჭიერფე ჯაბა იყო საკმაოდ ახალგაზრდა და ეს რაღაცა შერწყმა იყო და რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა. ეხლანდელი გადასახედა რომ აი ეს ვეტერანი კარგი ფეხბურთელები ჩამოვიდნენ და სხვათა შორის მე და ჯაბა ერთად ვიყავით ოთახში მახსოვს. 300 პრესს აკეთებდა ღამე. მეთქი დაიძინე, მაგრამ ისეთი შრომის მოყვარე იყო გამოჩნდა კიდევაც რა. მართლა მაგალითი არის ახალგაზრდების ეს. მალე 40-ის გახდება და ისევ დინამოს მაისურით ითამაშა. და შემდეგ აი ეს ტრანსფერი, როგორც თქვი, ხა ყველა მიცის მამუკა ჯუღელის დახმარებით აღმოჩნდი უკვე რუსეთში, რუბინში, სადაც ძირითადი კარიერა გაატარე და ალბათ საუკეთესო წლებიც სწორედ ამ გუნდში იყო. მალე აი რამდენად რთული იყო დამკვიდრდება, შენ რო ჩახვედი, იქ ბევრი იყვნენ ქართველები, ბევრი და გიოცინ პერიოდში იყო მე მგონი კინკლაძე. არა, კინკლაძე მერე ჩამოვიდა. მერე ჩამოვიდა უკვე
ნუკრი იყო რამდენადაც მე მახსოვს ნუკრი ცევიშვილიც მე კვირკველა იყო ხო დათო იყო ხო კი ნუ რამდენად რთული იყო დამკვიდრება მაშინდელი რუსეთის ჩემპიონატი სუდი სათამაშო რთული არა სათამაშო იყო ძალიან ძალიან ჩემპიონი ფეხბურთელი თამაში 6-ეულში იყო რეიტინგში საფრანგეთსაც უსწრებდა მაშინ და ნუ მანამდე რაც შეეხება რუბინში სანამ წავიდოდი ნაკრებში ჟირესი მოვიდა ხო ნაკრებზე მე ვილაპარაკო თუ საკლუბო თემაზე ნუ ნაკრების თემა ცალკე არის ხო რუბინი ძალიან ისეთი გუნდი იყო რა ძალიან უკვე ჩემპიონობაზე ნელ-ნელა ეტაპობრივად მიდიოდნენ უკვე ჩემპიონობაზე კონდათ უკვე გეზი და ნუ ძალიან კონკურენტიანი გუნდი იყო იმიტომ რომ დიდ ასე რომ ვთქვა ძალიან დიდ ფულს იხდიდნენ ყოველ წელს ახალი ფეხბურთელები ჩამოდიან და მიწევდა სულ ჭიდაობა რა ამ ფეხბურთელებს. ხო, ეს რთულია კონკურენციის გარშე. ნუ პიკი იყო ალბათ 2009-10 წლების სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც რაღაც სენსაცია შესთავაზა რუბინმა ხა ბარსელონასთან არც ერთი თამაში არ წაგიგიათ, ერთი მოიგეთ, ერთი ფრეთი თამაშეთ ინტერთან ფრე და აი ჯგუფიდან გასვლაზეც რა ჭიდაობა მიდიოდა ესე რომ ვთქვათ, ის სადაც ინტერი ბარსელონა დინამო კიევი იყო და ნუ გასაგებია რუბინი და აი შენ თამაშებს ახლა რომ გავიხსენოთ პირველად ლიგაზე დებიუტი ქონდა ინტერთან, იმ ინტერთან რომელიც შემდეგ უკვე იმ წელს ლიგის გამარჯვებული გახდა და საოცარი შემადგენლობით, რა ვიცი. მაურინიო იყო, ხო, ჩემპიონი გახდნენ. ხო, ინტერმა მოიგო ფინალში ბაიერნი დაამარცხა, მაურინიოს ინტერი დებიუტი და შემდეგ უკვე გვარდიოლას ბარსელონასთან თამაში. არ ვიცი, ხა ფეხბურთელისთვის ამაზე კარგი ვარიანტი მე მგონი არ არის. ხო, ეხლა სანამ ლიგაზე მოხვდებოდით, ეხლა ჩვენგან რუსეთის ჩემპიონატში ისეთი კონკურენტები იყვნენ CSKA, ზენიტი, ლოკომოტივი, დინამო, სპარტაკი, რომ ჩვენგან ეხლა არ ელოდებოდნენ ესე რომ ზედიზეთ ორჯერ ჩემპიონები გავხდით, სუპერთასი მოვიგეთ. რაც შეეხება უკვე ხალ ლიგას, უკვე ყველასთვის საოცნებო არის ყველა ფეხბურთელისთვის ახლა ლიგაზე თამაში, მართლა ოცნება არის რა. თუ არ ჩავთვლით ევროპის ჩემპიონატს, სოფლიო ჩემპიონატს საქართველოს ნაკრებთან ერთად, მართლა საოცნებო არის და ნუ რაც შეეხება ახლა იქ კონკურენციას, ახლა ისეთ ჯგუფში მოხვდით კიევის დინამო რამდენად რთული იყო თუნდაც აი კამპნოუზე გასვლა, სანსიროზე გასვლა, ამ ხელა აუდიტორიის წინაშე და წინ დგანან ლეგენდები. სხვათა შორის მე ტრავმა მქონდა ფეხი მქონდა. პირველ თამაში არ გითამაშია. და ორი კვირა ვაფშე არ მქონდა ნავარჯიშები და ჩემ მწვრთნელს ვთხოვე ბერდიევს რომ მეთქი მეორე გუნდში ვითამაშებ თქო რა რომ ცოტა ფორმა აღვიდგინო მეთქი ხარ წველოდებოდი ახლა რომ ვითამაშებდი რა იმიტომ რომ 1-3 ტური არ მქონდა ნათამაშები ჩემპიონატში რუსეთის ჩემპიონატში არ ვიყავი ფორმაში და ვითამაშე მახსოვს ვლადიკავკაზის ალანია იყო თუ არ ვწდებით რა ვიცი 3-3 თუ 4-4 ვითამაშე და ახლა რავი ეს ფორმის შესანარჩუნებლის გამო ვითამაშე მიყურებდა რა ნუ ახლა და რაც შემეძლო თამაშობდი და მე ხა მოვიდა მე თამაშის მერე მითხრა რომ ერთ კვირაში არის თამაში და უნდა ითამაშო ნოუკამზეო მითხრა რა ბარსელონას ცოტა არ იყოს მეთქი კი ცოტა კი ისქენი გაუცებული ვიყურებდი მაგრამ მეთქი ითამაშო ხო შეძლებოდა მეთქი რას არ შევძლებ მეთქი და ნუ ეგ იყო და ეგ მართლა ერთი კვირის მერე მოხდი ნოუკამზე ხა საოცრება არის ხა იქ 80,000 მაყურებელი ხო თან იბრაჰიმოვიჩი მესი პირველ თამაში ანრის არ უთამაშია შემდეგ იყო მაგრამ მაინც ხა იქ ჩავი ინიესტა ყველანი იყო ყველა იყო ხა იბრაჰიმოვიჩი რო გამოდიოდა შეცვლაზე ანრი შემოდიოდა ისეთი გუნდი იყო ხა იქ ვილა ისენი ზამენაზე იყვნენ ხოლმე ხა მესის და ინიესტას და იმას უკვე აღარ ვამბობ აქ დანიალვეში საოცარი გუნდი იყო მართლა და იგივე იყო ინტერი, იმიტომ რომ აი თავის შემადგენლობით ხა ვინც გახდა ხა ჩემპიონი იქ იტალიელი ერთი კაცი იყო ბოლოს მატერაცი როგორ ხა ზუსტად მახსოვს რომ ფინალში შეცვლაზე შემოიყვანა ბოლოს რომ ვინმე იტალიელი ყოფილიყო გუნდში არის ინტერიც მართლა დიეგო მილიტო იყო ეტო იყო ბალოტელი სნეიდერი რა ვიცი კიდე ძალიან ბევრი ვარ ბომბარდერი იყო მაგ პერიოდში ეტო იყო კიდე და აი ეს მინდა კითხო, აი რამდენად რთული ამ კი ერთი რთულია მაწინააღმდეგ თამაში, მაგრამ ურთიერთობა რამდენად რთული, აი ეს ადამიანური ურთიერთობაც არის. არა მხოლოდ სპორტული, ეხა გამოდიხარ, ეხა იბრაჰიმოვიჩის წინააღმდეგ ყველა მიცის რომ ძალიან ბევრი საუბრობს, რომ ცოტა ბინძური მოთამაშეც არის იქ რაღაც სხვა ხერხები აქვს. მესი რომელზეც იძახიან რომ აზრი არ აქვს ხელის შეშლას, უბრალოდ მაინც თავისაც გააკეთებს. აი მათთან ურთიერთობა როგორია?
ურთიერთობა ეხა მოედანზე და მოედის მგონია, ეხა და მე სხვათა შორის მესიცანაც მგონია იქ დოპინგ კონტროლზე. ხო, აი ეს უნდა კითხო, ცალკე დოპინგ კონტროლზე იყო. იბრაგიმოვიჩი დავალება მქონდა სტანდარტულებზე, რომ უნდა ამეყვანა სხვათა შორის მახსოვს ერთხელ იდაყვი მომარტყა ისეთი, რომ დავარდი სინიაკიც მქონდა. ხო, ესეთი ეტოა საჩუქარი ამ სიტუაციაში. არა, ეტოს. ისიც უხეშია და რამდენადაც ვიცი მასთანაც მქონდა. მაგასთან მქონდა ცხვირი გამიტყდა სხვათა შორის მე ნაკრებში რომ ჩამოვიდე ოპერაცია გავიკეთე და კეცბაც გამიბრაზდა, განაცხენებული. ვერ სუნთქავდი და ოპერაცია გავიკეთე, დაემთხვა ნაკრების თამაში იყო და ნაკრებში ვერ მივედი და მაგაზე ცოტა უთანხმოება მოგვივიდა. აი მესისთან დოპინგ კონტროლი ახსენე და ეხა ეს ვიცით ხა რაღაც ისეთი თემა იყო, საუბრობდა ამაზე ბევრი. მოხდით ერთად. იქ რაღაცა პერიოდი გიწევს მაინც ადამიანთა ხო ურთიერთობა ხო? სხვათა შორის 1-2 საათნახევარი ერთად ვიყავით, იმიტომ რომ მესისთან საათნახევრის გატარებაზე ბევრი ვარ საქმე. ხო, ესეთი პატარა ოთახი იყო. და რაზეც აი თუ საუბრობთ ხოლმე ამ პერიოდში. ხო, თავიდან ცოტა მორცხვად ვიყავი ესე. ტურე იყო, რომელმაც რუსული იცოდა, იმიტომ რომ მაშინ თამაშობდა უკრაინაში თამაშობდა. მე და ჩემი გუნდელი ვიყავით ნავასში. ამანაც ესპანური იცოდა, ხო და ცოტა თავიდან მორიდებული ვიყავი ახლა რა თქმა უნდა ხა მესი. ესე აქ თქვენ როგორ ძიხათ ესე იჯდა ტურე, მესი. მე პატარა ოთახი იყო და ბოდიში და ხო, გასაგებია. თამაშის მერე ხო უნდა ჩააბარო ანალიზი და ვერ იმაშოვე, იმიტომ რომ დაღლელი ხარ და. ხო, გამოფიტულია რა. ამდენს ახლა მესისთან ერთად ვსივარ, ახლა ვაფშე სულად მეჩქარე ვარსა. და მე ჩვენ იმას ვთხარი რომ ლუდები მოვატანინეთ. 1-2 რო დავლე კი ცოტა კი დავთვერი, ამიტომ რომ დაღლილზე მართლა მე გადაუჯექი ესე რაღაცებს ველაპარაკებოდი, გადავუთრ მეთქი დარჩი კაზანში რაღაცები და 1 საათნახევარი მართლა თვითონაც უკვე ისე ხო, მაგალითად რომ დალია ცოტა ისქნა. მოეშ. კი და ესე ურთიერთობაში მართლა რა უბრალოდ ძალიან ისეთი კაი ადამიანი. სხვა ხა ფეხბურთზე რასაც აკეთებდა ყველამ კარგად იცის და. აი ესე და სასაც ხა კითხვებს უსმენდი, ყველაფერზე პასუხს ემდა, თვითონაც რაღაცებს მელაპარაკებოდა. ხო, ძალიან საინტერესო ესეთ ადამიანებთან ურთიერთობა. აი, თუნდაც აი ეს მომენტი თუ არის ხოლმე, რომ აი უშუალოდ მოედანზე თუა გადალაპარაკება ერთმანეთში, აი. იმიტომ რომ იბრაჰიმოვიჩზე კიდე სხვა ფეხბურთელზე ბევრი ამბობს, რომ მას აქვს ახლა ძალიან ბევრი ფეხბურთელი ესე რაღაცას მოგაძახებს, როცა არ გამოსდის თამაში მონებრივი. ხო, იბრაჰიმოვიჩზე სხვათა შორის მესის რა ვიცი, ლაპარაკის არ გამიგია მოედანზე რა. იბრაჰიმოვიჩზე კი იყო რაღაცებს აქ პასი რა დორმომეცი იქ რაღაცებს მაგაზე ცოტა ისიც არის რაღაცა, ცოტა ისეთი პიროვნებაა, ამაყი ყო რაღაცა ყოყოჩი. მესი რა ვიცი. დაუნდაბალი. შევჩენკოს წინააღმდეგაც მოგიწია თამაში, კიევის დინამოში იყო დაბრუნებული მაშინ. აი მასთან ახლა იგივე არცენობრივი ბარიერი იყო და მასთან თუ ქონდა რაღაც კომუნიკაცია მაინცთან. შევჩენკოსთან ნაკრებშიც მომიწია ხა უკრაინასთან თამაში. ნუ არა, ესეთი ურთიერთობა არ მქონია ნუ თამაშიდან გამომდინარე მარტო. აი მაინც ამბიციური დიდი ფეხბურთელი, როგორ იქცევიან ეს დიდი ფეხბურთელები? რა ვიცი, ნორმალურად ესე რა. ზოგი არის ცოტა მართლა როგორც ახლა იბრაჰიმოვიჩია. ეტოც სხვათა შორის ეგეთი იყო რა. აი ესე იტყმებინებოდა სულ ბალოტელი. ნუ ბალოტელისთან აი ესე მაურინიოსაც აქვს რაღაც ინტერვიუ რა. თქვენთან გააძევეს იმ თამაში. ხო, რო არ არის აქნაო რა. ხილათ იყავი რაღაცა და რაღაცა ფურს ვართმე მახსოვს და უკნიდან ამომცხო რაღაცა. წავართი უკნიდან ამომცხო მაგაზე მიცეს ყვითელი. მე გააგდეს. ისი მაურინიოს გაგინაწყინებია. სხვათა შორის უნდა მოგვიგო ინტერთან, იმიტომ რომ ძალიან მაგრად ვეთამაშეთ 1-1, მე კაცი ყავდათ გაგდებული, მახსოვს სუუტევდით. ძალიან ბევრი მომენტი მქონდა. მოსაგები თამაში ქონდა. აქ რომ მოგვიგო ან მილანში ფრერო გვეთამაშა, ჩვენ გავდიოდით რა, ინტერი რჩებოდა. მართლა საოცრად ვეთამაშეთ, იმიტომ რომ მახსოვს აი ვერ ამოდიოდნენ საჯარიმოდან, ხარი ხარ. გული არ წდება ლაშა რომ აი საკლუბო კარიერა, შენ თქვი აინტრახტი, მე მახსოვდა ეს, ნუ ადრე იყო ამაზე საუბარი, რომ ეს ტოპ ქვეყანაში არ მოგიწია თამაში. და რატო ვერ ახერხებდით იმ პერიოდში აი თითქოს ცუდი ფეხბურთელები არ იყავით, ძალიან ბევრი თამაშობდა მაღალ დონეზე, მაგრამ რაღაცა უშნიდა ხელს თითქოს. კი, რაღაცა ვარიანტები მეც ჰქონდა, აინტრახტი იყო იქ, მერე ვოლსბურგი იყო იქ. რაღაც ვარიანტები ჰქონდა ჰოლანდიიდან, იმით და
რა ვიცი, რა არის ისეთი ჩემპიონატი იყო. ფინანსური თვალსაზრისითაც მაინც ბევრს ნიშნავს. ფეხბურთელისთვის ხა ჩემპიონები ხდებოდით, სულ ლიგაზე ვთამაშობდით. რაღაცა ვარიანტები იყო ჰოლანდია ისინი. არ მეღირდა ხა ჰოლანდიაში წასვლა, ნამდვილად არ მეღირდა, იმიტომ რომ ჩემპიონატიც კაი იყო, ისეთი ამბიციური გუნდი იყო. რაღაცა ვარიანტები იყო კიდე, ვოლსბურგის ვარიანტი იყო რაღაცა იქ, ესე მოხდა, რა თქმა უნდა, ხა მართლა ტოპ ჩემპიონატში თამაში ყველასთვის საოცნებოა და ყველა მაგაზე იმაშოვა, მაგრამ რაღაცა არის, რა ვიცი, გაბკოლებს რა მაინც. ჩემპიონატიც მართლა ძლიერი ჩემპიონატი იყო და მერე დრო რო გადის უკვე ეჩვევი რა. თორე რაღაც ვარიანტები ნაღდათ იყო, თურქეთის ვარიანტებიც იყო. ხო, აი ხა ახალგაზრდა გულშემატკივრმა შენი სურათები რო ნახოს რუბინში, გაცვია 9 ნომრიანი მაისური. ხო. შენი ამპლუიდან გამომდინარე დღეს ეხა რა ვიცი ნომერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ცოტა უცნაურად ჩანდა ეს მაშინაც და თუ არის რამე ისტორია აქვს ამას თუ რატო 9 ნომერი. არა, ესე მოხდა რაღაცა ჩვენმა მითხარო თავისუფალიაო 9 ნომერიო და რაღაცა იყო კიდე 5 თუ რაღაცა. მეთქი 9-ს ავიღებ მეთქი და ისე მოხდა. რამდენიმე სეზონი თამაში 9 ნომერი მაისური. ფოტოშორის ფოტო არის რაღაცა იბრაგიმოვიჩთან ერთად, მაგას ვიყვან, ისიც 9 ნომერია, მე 9 ნომერი, რაღაც ისე. ხო, თან 9 ნომერი ერთი თურქი გადმოვიდა ჩვენთან, პეკე იყო, ზენიტიდან. და ერთი მაგის თარჯიმანი იყო, მახსოვს, მოაგზავნა. რო ესე 50000 ევროს მოგცემს რა. ნომერში? ნომერსო თუ იმას იზავ 50000 ევროს მეთქი ხა ჩვენ ქართველები ხა ნომერი როგორ უნდა გავყიდო ხო? როგორ მიგაჩნია ხა მე ნომერს მოგცემ და ფულს ავიღებ თუ მეთქი. 9 ნომერი უნდა და? 9 ნომერი უნდა და მტეკეს ხო და რაღაცა ფულს მოგცემ 50000 ევროს თუ დამითმოს. თქმა უნდა არ დაუთმე ხა. შეიძლება ხა ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია. ო საინტერესო ისტორიაა ესეც. და შენ ხარ იმ იშვიათ ფეხბურთელთაგან, ხა შეიძლება ბევრი ბრუნდება, მაგრამ აი ნაკრებში ნათამაშე ფეხბურთელები ნაკლებად, რომლებიც ჩამოდიან და მერე საქართველოში ასრულებენ კარიერას. შენ იყავი დილაშიც, მაშინაც ამბიციური პროექტი იყო საკმაოდ გორისგლა და ბოლოს ისევ დინამო თბილისი. ესეც გამართლებულია თუ რამდენად სწორია. მე მიმაჩნია რომ რაღაც მომენტში კარგია, როდესაც ფეხბურთელი ბრუნდება და იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი მაგალითია. კი, მართლა მაგალითი ხა ჯაბარო დაბრუნდა, რა ვიცი. იმიტომ რომ ყველა გამოცდილებას აწვდის ახალგაზრდებს, რომ აუცილებელიც არის, იმიტომ რომ გაუზიარებს. ახლა მე მახსოვს დინამოში რო დავბრუნდი, კვარა იყო, ჩაკვეტა იყო, დავიდაშვილი ყველა და რაც შემეძლო ახლა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მაგ ბიჭებს არ ჭირდებოდა, იმიტომ რომ მართლა პროფესიონალები იყვნენ, მაშინაც ეთყობოდათ უკვე ყველას, იმიტომ რომ მართლა ისე შრომობდნენ, მართლა ისე აკეთებდნენ ყველაფერს, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ უკვე მართლა დიდი ფეხბურთელები გამოვიდოდნენ. რაც შეეხება დილაში დაბრუნებას, ხო, ისეთი პროექტი იყო, ცოტა დაგვაკლდა მაშინ ჯგუფში ხო, იქ მარიტიმოსთან მართლა უნდა წაგვეგო და ძალიან ბევრი მომენტები ჰქონდა და უნდა მოგვეგო, მე სახში წავაგეთ. ცოტა დაგვაკლდა იქ ანორთოსის მოუგეთ. დანიის გუნდს მოუგეთ და ჩემი აზრით გამოცდილი ფეხბურთელების დაბრუნება აუცილებელია ჩემპიონატში, იმიტომ რომ მარტო ახალგაზრდებით და დინამო თბილისშიც გამოჩნდა ახლა რა. ხო, რატო გეკითხები ამას ისიც რომ შენ ყოველთვის ხედავ სტადიონზე აი ეროვნული ლიგის თამაშებს არა მხოლოდ თბილისში, ახლა ბევრგან შეხვედრი ვარ სხვადასხვა სტადიონებზე და დადიხარ და უყურებ და რა აკლია ამ ჩემპიონატს, რომ აი ხა ბოლო პერიოდში კვლავ არის საუბარი იმაზე, ამას ახლა ციფრებიც მეტყველებს, რომ გაუარესდა ჩემპიონატი და აი რა უნდა დაემატოს, რომ კიდე უფრო კარგი გახდეს ჩემი აზრით პირველ რიგში ხა ვანალული ის არის, ფინანსურად აკლია, იმიტომ რომ ლეგიონერი ყველა გუნდს ჩემი აზრით 1-3-4 ლეგიონერი ისეთი უნდა ყავდეს ახლა. მაგალითად ყარაბაღს, რა ვიცი, სულ ლიგაზე არიან, სულ არ ამგონია ხა, რა ვიცი, ჩვენზე ნიჭიერები არანაირად. ეს ხო ჩანს ყველგან. მაგრამ რაღაცა ის ლეგიონერები ჩამოყვანა გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად, აი მარტო ახალგაზრდებით მე არ ვიცი ხა. დინამო თბილისის აგერ გამოჩნდა ახალგაზრდები. სხვათა შორის მთლად ახალგაზრდებით არ იყო, მაგრამ მაინც რა ეს ლეგიონერების ჩამოყვანა რაღაცა ისეთი ცოტა
კარგი ლეგიონერები ჩამოყვანა, ჩემი აზრით აუცილებელია რა. და რა ვიცი, მინდვრები უკვე ასე თუ ისე გვაქვს. ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. მწვრთნელთა განათლებაც ვიცი რომ უკვე ისეთ იმაზე აყვანელი დონეზე რომ ნელ-ნელა ალბათ ეგეც უფრო იმაღლებს და ჩემი აზრით მაინც ლეგიონერების ყველაფერი მიდის ფინანსებზე მაინც და ფინანსების სწორხარ უნდა და გუნდის პრეზიდენტებმა უნდა ახლა მაგაზე უნდა იზრუნოს რა. გასაგებია, მოდი სანაკრებო თემას შევეხოთ. ჟირესის პერიოდში ჰქონდა დებიუტი და იმ პერიოდში ხშირად იცვლებოდა შემდეგ დროებითი დარსაძე იყო, ტოპ მეოლერი, კუპერი, კეცბაია, ცხადაძე, აი ამ პერიოდში მოგიწია თამაში. ხა ნაკრები გასაგებია, მაგრამ ბევრი არ მოგიწია, ის იყო ტრამვებით გამოწვეული თუ სხვა მიზეზი იყო, სადღაც 10 წელიწადზე მეტი იყავი ნაკრებში და კონკურენცია ძალიან ბევრი იყო რა, იმიტომ რომ უკან ძალიან, რავი, კალახი ძალიან ასათა, რავი, ბევრი, რავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ნუ რაც შეეხება ნაკრებს, დინამოდან ჟირესი მოვიდა, მე არც ველოდებოდი ახლა, იმიტომ რომ ნაკრებში ახლა ახალგაზრდობაში მქონდა ნათამაშები პირდაპირ, იმიტომ რომ ეტაპობრივი ის პადანა ნაკრებები არც ერთი არ მქონდა გამოვლილი. და ის იყო რომ ჟირესმა დამიძახა დინამოდან, ჩემთვის ახლა მართლა ღამე არ მეძინა. ეს იყო მახსოვს ალბანეთთან 2003 წელს. არ ეთამაშობდა, მაშინ იყო ბომბარდიელი ლაციოში. ჟირესში შემოვიდა რომ შემოვიჯია გამოძახებას არ ველოდებოდი და მე ახლა თამაში არ ველოდებოდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი კონკურენცია იყო და ნუ კალასთან უნდა ითამაშო, თუ ხარ რომ მზადო და მეთქი რომ რას ქვია როგორ არ მზად მეთქი და ნუ ის იყო რომ მოვიგეთ, მართლა 2-0 მოვიგეთ, კარგად ვითამაშე, მახსოვს, კალას არც ვიცნობდი მაშინ, ნუ დამეხმარა ახლა თქმა უნდა, მარტო ტელევიზორში მოვხავდა ნანახი კახა. და დამეხმარა ნუ თავისი გამოცდილებით. ცოტა შორის კარგად ვითამაშე, მეორე დღეს შემოვიდა ჟირესი და შენო სიტყვის კაცი ყოფილიყარ, გადამეხვია, მახსოვს. და მადლობელი ვარ მართლა, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა შეიძლება ვინმე ისეთი ყოფილიყო, სულ არ დავენახე, სულ არ დავეძახე. ჟირესი, ხო, გასაგებია, ჟირესმაც ბევრი რამ გააკეთა, იმ პერიოდში ძალიან ბევრი ახალი ფეხბურთელი მოიყვანა და დადიოდა და უყურებდა ხა თამაშებს. პლუს ამა ჟირესი, ტოპ მეოლერი, კუპერი, რატო ამახვილებ ამას ყურადღებას უცხოელი, საკმაოდ ხა ჟირესი შეიძლება დიდ მწვრთნელებში ვერ გავიყვანოთ, როგორც ტოპ მეოლერი და კუპერია, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო თავის დროზე და ამხელა გამოცდილებით, რატო ვერ მიაღწია გუნდმა მაშინ წარმატებას, რადგანაც ხა შენ ჩამოთვალე ფეხბურთელები, ვისთანაც მოგიწია თამაში, ხო? ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ, ბევრი თამაშობდა საკმაოდ მაღალ დონეზეც, მაგრამ გუნდი ვერ შედგა. რა იყო მიზეზი? მიზეზი ძალიან ბევრი იყო, იმიტომ რომ სხვათა შორის რა ვიცი, რომ ჩამოვდიოდი, სავარჯიშო მინდორი არ მქონდა, ხან სულაგველიდესთან დავდიოდით, ბაზაზე და იმაზე, სავარჯიშო ფორმაც კი არ მქონდა, ბილეთებს ჩვენ მყიდულობდით. ბევრი ფაქტორია რა, ეხლა ძალიან დალაგებულია ნაკრებში, იმიტომაც არის რა ეს ხა ჩვენ ბიჭებს ფედერაციაში მართლა ისე აქვს დალაგებული, რომ ფეხბურთის გარდა არაფერზე არ ზრუნავ. ჩვენთან აი ეს ხელი შემშლელი იყო. ფორმაც კი არ მქონდა ზოგს აიაქსის მაიკა ეცვა ზოგს. ნაკრების ვარჯიშს. მილანის მაიკა და აი ხო წარმოგიდგენი ახლა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რო ხარ, სავარჯიშო მინდორიც არ მქონდა რა. ხან სულაქველიძესთან ისეთი მინდორი იყო რა, ძალიან ხანიკა მჭედლიძეს მინდორზე ვარჯიშობდით. დიდი ფაქტორი იყო ბევრი რა და ამწუხარ რომ მართლა არ მოგვიწია იმის საშუალება არ მოგვეცა რომ ესე ჩვენ რაღაცაც გვეთამაშა დიდ დონეზე. აი დღევანდელი გადასახედი და რამდენად ფიქრობ, აი ეს პირობები რო ყოფილიყო, ის თაობა შეძლებდა თუ არა, თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ნუ ეხლა თაობა იცით რომ მართლა მაგარი თაობა იყო, ვარსკვლავები იყვნენ ბევრი და ეხლა ცოტა ისე რა ვიცი, ესე ვერ ვიტყვი ახლა გინდა თუ არა შევძლებდით, მაგრამ საჭირო პირობები რო ყოფილიყო ალბათ რაღაცას მართლა შევძლებდით, იმიტომ რომ მართლა დაიკარგა ბევრი თაობა და რაც ჰქონდათ მიზნად დასახული ის ვერ გავაკეთეთ. რა ვიცი ახლა ზუსტად ვერ ვიტყვი ახლა შევძლებდით თუ არ შევძლებდით. არა ეს ნელი ახლა ეს ყველაფერი რაღაც როგორც ფეხბურთელები. თულისათქმელია, რადგანაც ყველაფერი პირობითი ახლა რამდენად შეძლება. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ყველა ადგილას იყო 1-3-4 ფეხბურთელი. ზოგს მართლა რა ვიცი, ეს ფეხბურთელებს არ უწევდათ ნაკრებში თამაში, რომ ძნელი იყო რა, მართლა ძნელი იყო. ნაკრებში ბოლო თამაში ხა მე მახსოვს ის თამაში 33 წლის ასაკში იყავი, მაშინ ცხადაძის
თამაში ნაკრებში ერთ თამაში მოგიწია, თამაში ახალი მოსული იყო ცხადაც და ამის შემდეგ აღარ ითამაშე. კარიერას აგრძელებდი. რა იყო მიზეზი? შენ წახვედი ნაკრებიდან თუ უბრალოდ აღარ გამოგიძახეს? არა, ესე არ წავსულ ვარ, ხო? უკვე მივხვდი რა, ანუ ბოლოს ხო ცხადაძე იყო, ინტერში თამაშობდი ბაქოში კახასთან. მე და ამისა ვიყავით, ამისამაც ითამაშა, მე ხო და შორის ამისამ დიდი ხანი ითამაშა, კაპიტანიც იყო. და ხო, ანუ მე უკვე ასაკიც იყო, უკვე მე ახალგაზრდებიც მოდიოდნენ. ჩემით ესე არ წავსულ ვარ, ანუ მაგრამ მივხვდი რომ უკვე აღარ მეძახდნენ და დრო იყო. მე არა, კარიერა რო გააგრძელე უბრალოდ თან ახლა ცხადაძე კარგად გიცნობდა, საკლუბო დონეზეც ერთად ჰქონდა და უბრალოდ ახლა იმ პერიოდში მართლა არ მახსოვს, ახლა რამე სხვა მიზეზი. ცხადაძესთან ერთად სხვათა შორის ლოკომოტივში თამაშობდი. მე ცხადაძე შელია. ჩემთვისაც ახლა საოცნებო იყო მაგათთან თამაში და ბევრი რამე ვისწავლე მართლა. ხო, იმ პერიოდში როცა დაბრუნდი. მე უკვე მწვნელი გახდა ჩემი. მე კაპიტნად დამნიშნა მახსოვს 18 წლის ვიყავი. UEFA-ზე პირკირკარა იყო გუნდი. პენალი დაარტყიო და ეს თქვენი გავაფუჭე ის პენალი. მაგრამ რაღაც მენდობოდა რა ძალიან ესე რა, გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ მაინც მე მითხრა დაარტყიო. ხო, თან ცენტრალური მცველი იყო და ხედავდა ალბათ მაინც პოტენციალს. ხო და ნუ კი, ძალიან დიდი გამოცდილება მომცა, მაგათთან თამაშმაც, მე მუშაობამაც. აი, ყველას ვეკითხები, რომელმა მწვრთნელმა იქონია ყველაზე ისეთი გავლენა შენზე როგორც ფეხბურთელზე? რავი, ესე კონკრეტულად არ მინდა გამომჩეს, ბევრი იყო, რავი, გივინოდია იქ, ნუ ძოძუაშვილთან ერთადაც ვარჯიშიც მომიწია. მე იყო ცხადაძე, მართლა ბევრი რაღაც ვისწავლე. ნუ რაც თქმა უნდა, მე ურბან ბერდიევი რომ მეგონა რომ ვიცოდი რაღაცეები, თურმე არ მცოდნია ფეხბურთში არაფერი, იმიტომ რომ დაცვასაც შეეხება, ისეთი რაღაც ნიუანსები იყო, რომ წარმოუდგენელი იყო მაგის მართლა რა ვიცი, მაგის გააზრება, იმიტომ რომ ისეთ ძალიან პატარა წვრილმანებს აქცევდა ყურადღებას, რომ აი გონია რომ არ არსებობს რა და არა და ამ დროს უკვე მართლა თამაშება ძალიან ბევრს ნიშნავდა და ეს მე გამოჩნდა კიდევაც, იმიტომ რომ დაცვაში მართლა მით უმეტეს თუ გავიტანდით, მე ძალიან იშვიათად უშვებდით ბურთს. და ნუ ბევრი რამე მასწავლა მართლა ბერდიევმა. როგორც ადამიანი და როგორც კაცობაშიც და ისე სპორტშიც და ფეხბურთშიც ძალიან ბევრი რამე მასწავლა, იმიტომ რომ ჩემთვის რა ვიცი, ისეთი პიროვნებაა, რომ მართლა მაგარი მწვრთნელი იყო და აი დღევანდელზე რო გადავიდეთ, დღევანდელი ჩვენი ნაკრები რამდენად აქვს ჩვენ გულს იმის პოტენციალი, ნუ ევროპის ჩემპიონატი გავიარეთ, ყველანი კმაყოფილი ვართ, სიამოვნებით ვიხსენებთ, მაგრამ ეხლა ესე არ უნდა იყოს, რომ მუდმივად გავიხსენოთ. გავიხედოთ წინ, რა პერსპექტივა აქვს ამ გუნდს, რომელიც არის და რამდენად შეძლებს ეს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშ შენი გადასახედიდან. ნუ ეს გამოჩნდა, რომ პერსპექტივა მართლა ძალიან დიდი გვაქვს, მართლა ნიჭიერი ფეხბურთელები არიან. ეს გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად დღითი დღე იზრდებიან და მე ვფიქრობ, რა ვიცი, ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ მსოფლიოზე ვითამაშოთ, დავამტკიცეთ ევროპაზე. მართლა არ ელოდებოდა ჩვენგან ახლა ესეთ თამაში არავინ და ეს გამოჩნდა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მართლა გვაქვს იმის შესაძლებლობა და მით უმეტეს ახლა ისეთი ფეხბურთელები წამოვიდნენ, როგორც ყვარა, რა ვიცი, მიქაუტაძე, კარში მეკარი ისეთი ყავს, რომ მართლა მსოფლიო დონის მამარდა და ძალიან ბევრი ფეხბურთელები და კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ მოდიან ფეხბურთელები, იმიტომ რომ აი დაცვის ხაზზე მინდა კითხო კონკრეტულად, თუ ქონია ის მომენტი, რომ აი მინდა აღვნიშნო მართლა სვანას მუშაობა ნაკრებში ახალგაზრდულის მართლა საოცრება გააკეთა, იმიტომ რომ ახალი გუნდი ჩაიბარა რამაზიმ და მართლა ისე შეძლეს, რომ ღირსეულად გავიდნენ. ფეხბურთელები ხო მოდიან და ეს ფეხბურთელები ხო მართლა შეავსებს უკვე მე ნაკრებს და დარწმუნებული ვარ, იქაც იმდენი ტალანტი იქნება მაგის ქვედა ნაკრებშიც, იმიტომ რომ ნიჭი მართლა გვაქვს. 19 წამდელში ძალიან ნიჭიერი ბიჭები არიან. თუ ქონია რაღაც ის მომენტი, რომ რჩევა მიგეცა, რაღაცა შენიშნა, ეხლა შეიძლება არასწორია შენგან ამ შემთხვევაში, უბრალოდ რჩევა იმ ბიჭებისათვის, რომელიც დღეს ნაკრებში ეხლა ამხელა გამოცდილება გაქვთ თქვენ თაობას, რომელიც ეხლა დღეს უფრო ცოტა სხვაგვარად უყურებს და ბევრთან მისაუბრია შენ თაობის ფეხბურთელებთან, რომ აი შეიძლებოდა უფრო მეტის მიღწევაც რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ყველაფერი არ შედგა როგორც შენი ძახი და თუ გაქვთ ხოლმე საუბარი ბიჭებთან და რაღაცა ეს აზრის გაცვლა გამოწვია.
ეხლა როგორ არა გვაქვს რაც მოვყევი ახლა ზუსტად მაგაზე იყო ლაპარაკი, იმიტომ რომ მაინც მაქიდან მოდის ეს პირობებიდან გამომდინარე. რჩევა ახლა მიმიცია კიდევაც ახლა ძალიან ისე ჩარევა არ მიყვარს ხოლმე ფეხბურთელებთან რაღაცა თავის გამოჩენა და რაღაც ანუ ევროპის ჩემპიონატი რო ქონდა ახლა რჩევა მცველებთან მქონია ხოლმე რაღაცა იქ. გელაშვილის ცენტრალურ მცველებთან ახლა რა თქმა უნდა. და ნუ სხვათა შორის ისედაც კარგად ითამაშეს დაცვაში. აითვის ეს კიდევაც ყველაფერი და რჩევა რაც შემიძლია ყველანაირად ურჩევ ფეხბურთელს რაც მე მაგ გამოცდილი და რაც ურჩევიათ კიდევაც ჩემთვის ახლა მეც ნაკრებში მივედი ახალგაზრდა ვიყავი და ახლა შენ თქვი ცხადაძე შეილიასთან გარდა თამაშები იმ პერიოდში ხო დიდი ბევრს ნიშნავს მართლა რა გამოცდილი ფეხბურთელების რჩევა მით უმეტეს როცა ისმენენ და ითვალისწინებენ სასიამოვნოა კიდევაც ჩემთვის ხო და აი რომ ახლა ბოლოსკენ მივდივართ უკვე და ერთი კითხვა გამიჩნდა როდესაც აი შენ რაღაც მცირედით გადავხედე შენ კარიერას კოლექციაში ვისი მაისური გაქვს ისეთი რომელსაც განსაკუთრებით ინახავ და თუ გაგიცვლია აი იმ ლეგენდებისთვის ან სანაკრებო ან საკლუბო დონეზე მაისურები ხო სხვათა შორის ესე გაცვლებით ან არის ხავის მაისური მაქვს იბრაგიმოვიჩის მაისური მაქვს ესე ძალიან არ მქონდა ხოლმე ეს ისე რომ რაღაცა მაისური გამეცვალა ეხლა მესი ჩემთან ერთად იჯდა მართლა იქაც შეგეძლო ჩუსტები და ბოდიში და ტრუსიკიც გახადა ეს ისე ტიტველი გავიდა არც მithოვია მაისური ცეცვა არაფერი რავი ხა მართლა მე კი ვიფიქრე რომ მეთქი რატომ ეს მაისური გამომექვა ხო ესე ნიუკასლი მგონი შირის მაისური აღა ზუსტად მაქვს რაღაც მაისურები მაგრამ ესე ძალიან ისა არ ვიყავი დაკავებული რაღაცა მაისური მაგრამ ხავის იბრაგიმოვიჩის ხავი იბრაგიმოვიჩის შირერი საკმაოდ კარგი კოლექციაა უკვე კი აგი ლაშა ძალიან დიდი მადლობა და ტრადიციულად როგორც ყველა სტუმარს შენი ავტოგრაფი რო დაგვიტოვო ამ ბურთზე და ანუ სამომავლოდ შემდეგ უკვე ეს დაგვრჩება დარჩებათ ბატონო ახალგაზრდებს ძალიან დიდი მადლობა სამახსოვრო ფოტოც გადავიღოთ და ლაშა სალუქვაძე